ისი ამდენი ხანია დავდივართ და ძალიან მომშიოდა და წარმოიდგინე ბავშვებს როგორ შვიდებათ სკოლაში მთელი დღის განმავლობაში. თან ეგ გამატებითი ხარჯია კიდე წარმოიდგინეთ ჩვენთან ბუფეტები უფასო არ არსებობს, უფასო კვება არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლიდან პოლიტიკური თემა გახდა უფასო კვება სკოლებში, მაგრამ ვერ გამოიძებნა შესაბამისი თანხა ბიუჯეტში, რომ რაღაცა მოდელი შევიმუშაოთ სკოლაში კვების. ისე მე მახსოვს, რომ ადრე იყო ლაპარაკი უფასო კვებაზე სკოლებში. დათვლილიც არის 200 მილიონი ჯდება, რომ ყველა მოსწავლე საჯარო სკოლაში ასწავლო და 100 მილიონი ჯდება, რომ პირველიდან მე-6 კლასელებს აჭამო. თან ძალიან მნიშვნელოვანია კვება სკოლაში, იმიტომ რომ თუ მოზარდი სათანადო და ჯანსაღად არ იკვებება, ძალიან შეუშლის ეს ხელს მას როგორც გონებრივ განვითარებაში, სწავლაში და შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებით შეექმნას და ძალიან ბევრ ოჯახს საქართველოს სამწუხაროდ არ აქვს ეს 100 და 200 ლარი თვეში, რომ შვილებს სკოლის განმავლობაში რაღაცა ჭამის ფული გაატანონ. არ არის უფასო ბუფეტები ჩვენთან მოგეხსენება და სამწუხაროდ ვერ გამოიძებნა ეს თანხა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ რამეზე მთავრობამ 200 კი არა, გაცილებით მეტი მილიონი დახარჯა სხვა პროექტებში, ოღონდ არა სკოლებში უფასო კვებაზე. ისე მართლა რა გახდა ამ ბიუჯეტის გამოძებნა, რომ ბავშვებმა სკოლაში ნორმალურად იყვებონ. ხო, ბევრ ოჯახს წარმოიდგინე, რომ სახლშიც არ აქვს რაღაცა ჯანსაღი და სრულფასოვანი კვება, იმიტომ რომ გაჭირებული ქვეყანა ვარ. შესაბამისად, ეს 200 მილიონი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, შეიძლება არ არის ძალიან დიდი ფული, მაგრამ პოლიტიკური ნება ჭირდება ამას და გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ უზრუნველყოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლის სრულფასოვანი კვება და ნუ საუბარია დაახლოებით 500-600 ბავშვზე დღიურად არ არის აქ საუბარი კერძო სკოლებზე, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებმა სხვადასხვა მოდელი შეიმუშავეს სკოლაში უფასო კვების, შეიძლება ეს იყოს ვაუჩერული ან სხვა, მაგალითად ჩვენ მეზობელ სომხეთში მუშაობს ეს სქემა, მაგრამ საქართველოში ყველა სკოლაში კვება სამწუხაროდ არის ბავშვებს სჭირდებათ ფულის გადახდა, იმიტომ რომ რაღაცა ჭამონდა. ზოგი ვერც ჭამს მთელი დღის განმავლობაში, სანამ სახლში არ მივა.